გამარჯობათ. მინდა გესაუბროთ ტექდათვალიერებაზე. თქვენ ყველას გაგიგიათ ეს. ზოგს გაგივლიათ. მანქანა შედის ცენტრში და პერსონალი ამოწმებს ავტომობილს. აქვს თუ არა რაიმე გაუმართავობა. მუშაობს თუ არა მუხრუჭები. ანთებს თუ არა ფარებს. ხომ არ აქვს რაიმე კრიტიკული დაზიანება და ასე შემდეგ. თურმე ზუსტად ასევე თითოეული ჩვენგანი ექვემდებარება ტექნიკურ შემოწმებას. როგორც მანქანა მთელი წელი დადის ხოლმე და წლის ბოლოს მიდის შემოწმებაზე, მთელი ცხოვრება, რასაც გვინდა ვაკეთებთ, როგორც გვინდა ისევ ცხოვრობთ, თავისუფლება არის ღვთის საჩუქარი. და შემდეგ, გვინდა არ გვინდა, უნდა გავიაროთ ეს შემოწმება. ოღონდ შემოწმება იქნება თვისებებისა. თავმდაბლები ვართ თუ ამპარტავნები, მშვიდები ვართ თუ დანევროზებულები, სიყვარულიანები ვართ თუ საკუთარი თავის ხალხი ვართ. ანუ ღმერთს ვგევართ თუ ეშმაკს. თუ ღვთის გავსი იქნება ადამიანი, მაშინ უფალთან წავა. თუ ეშმაკს დაემსგავსა თავისი ცხოვრებით, მაშინ ის უფალთან ვერ წავა. ღმერთს მივემსგავსოთ, ლოცვით, მარხვით, კეთილი საქმეებით, მოვიხვეჭოთ სულიწმიდის მადლი. ეს მადლი დაგვამსგავსებს ღმერთს, ამ მსგავსებისა გამო შევალთ სასუფეველში. ღმერთმა გაგახაროთ.